ჩამოყალიბდა სახელმწიფომ შესაბამისად რა არის ამ ფონდის იდეოლოგია ზოგადად არის ის რომ ძალიან ხშირად თვითონ ჩვენთაგანი არ ვიცი Facebook-ში იქნება სხვა სოციალურ მედიაში იქნება გაზეთში იქნება ჩვენ განცხადებას ადამიანის სურათით ასე შემდეგ რომელიც არის წინე დაავადებული ესაჭიროება რაღაც გადაუდებელი დახმარება ну ჩვენგან რეაგირება რა არის ხოლმე ხანდახან შეიძლება რაღაც გადაურიცხოთ ალბათ ну 100-დან 90 შემთხვევაში უბრალოდ გადავდივართ შემდეგ სტატიაზე ან შეიძლება უბრალოდ ეჭვის თვალითაც შეხედო იმიტომ რომ ძალიან სამწუხარო ძალიან ხშირი არის ესეთი ფაქტი რომელიც ეს უბრალოდ სტატია არის და რეალურად რაღაც სქემა არის ფულის შეგროვების და ну საბოლოო ჯამში მივდივართ იმამდე რომ რეალურად არაეფექტურად არის ეს პროცესი იმ ადამიანებს ვისაც ნამდვილად ჭირდება დახმარება ვერ იღებენ ამ დახმარებას ბევრი მიზეზის გამო. ეხლა რა უნდა გააკეთოს ფონდმა, ხო რა თქმა უნდა, მარიამ ბევრად უფრო დეტალურად გვეტყვით სტატისტიკასაც, ყველაფერს როგორ იმუშავებს ასე შემდეგ, მაგრამ ფონდის იდეა რა არის, ხო რომ ერთი მხრივ იქნება პლატფორმა, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურად და ბევრად უფრო ორგანიზებულად შეძლებს ამ ფულის შეგროვებას, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით ადამიანისგან, ხო? შესაბამისად ისე ცოტა უხეშად რო ვთქვა, აი წარმოიდგინეთ რომ ახლა მე თუ ავდექი და იდეაში ყოველ თვე, აი დავაყენე standing orders-ზე, გადასახდელი ყოველ თვე ვთქვა ამ ფონდში ვიწყავ სიტყვაზე 10 ლარს. ხო? ну რაღაც კუთხით იგივე იმ სტატიებსაც და იგივე იმასაც რო ხედავ, ну უკვე ქვეცნობიერად მე თვითონაც ვიცი რომ ამაში ისედაც მონაწილეობ, ავტომატურად მონაწილეობ. შესაბამისად ბევრად უფრო ისე იოლად მოგროვდება ეს თანხები. მეორე მხარე რაც აუცილებლად ასევე ძალიან გასათვალისწინებელი არის ის რომ არის რა ეს ფონდი რეალურად სახელმწიფოს ჩამოყალიბებული, ბევრად მეტი ბერკეტი აქვს სახელმწიფოს და ბევრად იგივე მოლაპარაკებაში, იგივე ფასების დადგენაში, რომ ამ ხალხმა ვისაც ეს დახმარება ჭირდება, ბევრად უფრო შეღავათიანი ფასით მიიღოს ეს დახმარება. და იგივე ის ოპერაცია, იგივე ის მედიკამენტი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ფონდი, ну, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე სანამ ბევრად მეტი ფულის აკუმულირება მოხდება, ეხმარება ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ხალხს, სადაც, ну, რეალურად საკმაოდ, ну, ისეთ მძიმე შემთხვევებში 100,000 ლარზე ადის იგივე სკურნალობის თანხა, ხო? იგივე სკურნალობის თანხა ადის 100,000 ლარზე, როგორ ხო? ნაცნობობით გაიგოს არის ყველაზე კაი საავადმყოფო არის გერმანიაში, არის ავსტრიაში სადღაც იქ დაუაკავშირებელი იმ საავადმყოფოს, იმან გამოგზავნა ინვოისი 60,000 ევროზე და ველოდება ფულს ჩარიცხო, მე გივალო რომ მიგიღებთ. და მე ეს ოჯახი ნათესაობა ყველა პანიკაში, თქვა 30 დღეში შესაძლებელი აქვს ეს თანხა. ხო, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ის იქნება, ბევრად უფრო თქვა იგივე რაღაც სტრატეგიული პარტნიორობა იქნება, რომელიმე საავადმყოფოებს შორის რაღაც სია იქნება, რომელიც ბევრად უფრო შეღავათიანი ფასით მოემსახურება იგივე მედიკამენტებზე და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ ბევრად ნაკლები ფულით და ბევრად მეტი პასუხისმგებლობით, ბევრად მეტ ხალხს აღმოუჩნდება რეალურად დახმარება. რა თქმა უნდა, ну დანარჩენს მარიამი გვეტყვის და თავი მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა საკმაოდ ისე აქტიურად ჩავერთვებით ამ ფონდის მხარდაჭერაში. პირველ რიგში მადლობთ, რომ Liberty Bank-ი რეალურად ხდება პირველი კომპანია, რომელიც მემორანდუმის ფორმატში იწყებს თანამშრომლობას საქართველოს სოლიდარობის ფონდთან. და ეს თანამშრომლობა დაიწყო ჯერ კიდევ პირველი კონსულტაციებით, როდესაც კონცეფციის დონეზე იხელებოდა პროექტი და სადაც გიორგი პირადად იყო ძალიან აქტიურად ჩართული და პრაქტიკულად ძალიან ბევრი რჩევაც იქნა გათვალისწინებული უშუალოდ Liberty Bank-თან კონსულტაციების შედეგად. ძალიან მოკლედ მცირე პრეზენტაციას მოგახსენებთ იმ კონტექსტის და საფუძვლების შესახებ, რატომაც ჩამოყალიბდა საქართველოს სოლიდარობის ფონდი, რა საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება და ზოგადად რა იქნება ჩვენი მუშაობის პრინციპები. თავდაპირველად აქტუალურობას რო შევეხოთ, 2012 წლიდან განსაკუთრებით გააქტიურდა საზოგადოების ინტერესი სოლიდარობის ინიციატივებთან დაკავშირებით და ამის დასტური გახლდათ
ახალგაზრდა მსახიობის გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად და ჟურნალისტის დიმიტრი ცინცაძის დასახმარებლად წარმართული საქველმოქმედო აქციები და გარდა ამისა, როგორც გიორგიმ აღნიშნა, ინდივიდუალური განცხადებები ძალიან ხშირად გვხვდება მედიაში და ინტერნეტ სივრცეში საბანკო გადარიცხობთან დაკავშირებით. რეალობა არის ასევე ის, რომ კერძო ინდივიდუალური გადარიცხვები ხშირ შემთხვევაში არ არის გამჭვირვალე და შესაბამისად სისტემური ანგარიშის ჩაბარება საზოგადოების წინაშე მსგავსი ინიციატივებით არ ხდება. 2013 წელს მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და ზოგადად ჯანდაცვის სექტორის ბიუჯეტი პრაქტიკულად გაორმაგდა 2012 წლიდან ეს გახლდათ უპრეცედენტო გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტის და ამან მოხდა საშუალება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედებულიყო. დღეისთვის ონკოლოგიური პაციენტებისთვის კონკრეტულად 15,000 ლარიანი ლიმიტი მოქმედებს ონკოქირურგიის შემთხვევაში და 12,000 ლარიანი ლიმიტი ქიმიოთერაპიის და სხიური თერაპიის შემთხვევაში. გარდა ამისა, მოქმედებს სარეზერვო ეგრეთ წოდებული რეფერალური კომისიის ფონდები, რომლის ფარგლებშიც მაქსიმუმ 10,000 ევრომდე ხდება დაფინანსება საზღვარგარეთ მკურნალობის შემთხვევების, როდესაც არის ექსპერტული დასკვნა შესაბამისი, რომ აუცილებელია საზღვარგარეთ მკურნალობა. ამ ფონის მიუხედავად, დღემდე ინდივიდუალური ძვირადღირებული მკურნალობა კონკრეტულად ონკოლოგიურ პაციენტებში რჩება პრობლემური ოჯახებისთვის და მოგახსენებთ დეტალურად შემდგომი თანადაფინანსების სქემებს და ასევე საქართველოს სოციალურ რეალობას არ იძლეოდა ჯერ იმის საფუძველს, რომ ჩვენ თქვათ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი ან პოლიტიკის შემდგომი ხელშეწყობა არ განახორციელოთ. რეალობაა, რომ 2012 წლისთვის მოსახლეობის 70% რჩებოდა სოციალურ-ეკონომიკური რისკის წინაშე და ბავშვთა 10% რჩებოდა უკიდურეს სიღარიბეში. სწორედ ამ კონტექსტში ჩამოყალიბდა იდეა საქართველოს სოლიდარობის ფონდის შექმნის და პირველ რიგში, ვიდრე პროექტი დასრულდებოდა, მოხდა შესწავლა საერთაშორისო გამოცდილების. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ თავად მსგავსი მცირე დონაციების პროექტებს მსოფლიო იცნობს ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების სახელით. ეს გახლავთ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული ტერმინი, როდესაც ადგილობრივ ბაზარზე კარგად დამკვიდრებულ პროდუქტზე ხდება მიბმა მცირე დონაციების, ანუ მცირე ქველმოქმედების და აღნიშნული თანხები იძლევა საშუალებას, რომ გადანაწილდეს რისკი სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში და მოხდეს შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება. ამ მხრივ საფრანგეთის მთავრობის გამოცდილება არის ყველაზე საინტერესო. საფრანგეთი დღეისთვის მასპინძლობს ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების სამდივნოს. დღეს 63 ქვეყანა არის გაერთიანებული გლობალურად ამ სამდივნოში და საქართველოს 2014 წლის ბოლომდე ასევე შეუერთდება ინოვაციური დაფინანსების ჯგუფს. კონკრეტული პროექტების კუთხით, თქვათ, ყველაზე ცნობილი მაგალითები გახლავთ UNITAID-ი, რომლის ფარგლებშიც ჯერ 5 სახელმწიფომ 2006 წელს და დღეისთვის 43 ქვეყანამ მოაწერეს ხელი, თქვათ, თანამშრომლობით პროექტს, რომლის ფარგლებშიც ავიაბილეთების შეძენისას $2, €2 ან 2 ფუნტი შესაბამისი თანხა ირიცხება შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის გლობალური მედიკამენტების ფონდში. მასშტაბის წარმოსადგენად $2 მილიარდზე მეტი იქნა მობილიზებული და 47 მილიონზე მეტი პაციენტი დაფინანსებული UNITAID-ის პროექტის ფარგლებში. ასევე Product Ready არის ძალიან საინტერესო თემა, სხვათა შორის Liberty-ს ალბათ ლოგოდან გამომდინარე და ბრენდიდან გამომდინარე შეიძლება Product Ready-ის ინიციატივაში გლობალურად გაერთიანებაც იყოს მოაზრებული. წითელი დიზაინის მქონე სხვადასხვა პროდუქტზე, ან არსებულ პროდუქტზე, ან Product Ready-ისთვის შექმნილ პროდუქტზე ხდება მარკირება Product Ready-ის, ასე ვთქვათ, სავაჭრო ნიშნის და შესაბამისი, ვთქვათ, პროდუქტის წარმოებიდან $1 ავტომატურად ირიცხება ასევე გლობალური მედიკამენტების ფონდში. ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორც არის Nike, Armani, Microsoft, Dell, ასევე American Express უერთდებიან უკვე ამ ინიციატივას. Check Out for Children არის სასტუმროების ქსელში ასევე $1 ნებაყოფლობითი კონტრიბუციების, ვთქვათ, შეგროვების მექანიზმი, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი, UNICEF-ი და Starwood-ის სასტუმროების ქსელი ახორციელებს.
აღნიშნული პროექტით იმუნიზაციის სერვისი ფინანსდება დაბალი შემოსავლის ქვეყნებში. გარდა ამისა, 2009 წელს ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ჯგუფმა მიაღწია შეთანხმებას 2009 წლის პარიზის დეკლარაციის სახით, რომ განიხილოს საერთაშორისო საბანკო ტრანზაქციები, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პლატფორმა მიკროდონაციების მობილიზების. ასევე სოლიდარობის ფონდების გამოცდილება იქნა გაზიარებული, ამ მხრივ ევროკავშირის სოლიდარობის ფონდი არის ყველაზე საინტერესო, რომელიც როგორც საწევრო შენატანების, ასევე შაქრის გადასახადით, ინოვაციური შაქრის გადასახადით ეხმარება საგანგებო სიტუაციებს ევროკავშირის ქვეყნებში და ასევე ზოგადად ევროპის რეგიონის ქვეყნებში. შვეიცარიის სოლიდარობის ფონდი არის სატელევიზიო და რადიო მარათონებზე დამყარებული ნებაყოფლობითი კონტრიბუციის მექანიზმი. საფრანგეთის სოლიდარობის ფონდი გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორიენტირებული და გერმანიის სოლიდარობის ფონდი იყო ყველაზე მასშტაბური ფონდი, რომელმაც ბერლინის კედლის დანგრევის შემდგომ 5.9%-ით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადი დასავლეთ გერმანიის მოქალაქეებისთვის და ეს თანხები მიზან მიმართულად ხმარდებოდა აღმოსავლეთ გერმანიის რეაბილიტაციის პროგრამებს. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენ შევიმუშავეთ საქართველოს სოლიდარობის ფონდის კონცეფცია. გამოცდილება გახლავთ სხვადასხვაგვარი, ზოგი ეფუძნება ნებაყოფლობით კონტრიბუციებს, სხვა შემთხვევაში ეს გახლავთ საგადასახადო რეჟიმთან ასოცირებული, თქვათ, სავალდებულო დონაციები. და საქართველოს რეალობისთვის მაინც ჩაითვალა, რომ ნებაყოფლობითი დონაცია იქნებოდა ყველაზე მისაღები საზოგადოების მობილიზებისთვის და სწორედ ამ კუთხით იწყებს საქართველოს სოლიდარობის ფონდი მუშაობას. ფონდის მიზანი გახლავთ სახელმწიფოს საზოგადოების და კერძო სექტორის თანამონაწილეობით მოხდეს ალტერნატიული არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზება და საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე სოციალურ პრობლემატიკაზე მიმართვა. მოგეხსენებათ, სოციალური პრობლემების საკმაოდ ფართეა საქართველოში, მაგრამ როგორც აღინიშნა, პირველ ეტაპზე მაინც ვთქვით, რომ ონკოლოგიური პაციენტები დღეისთვის ყველაზე დაუცველი გახლავთ, თქვა დამატებითი ფინანსური ბარიერების მოხსნის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით სოლიდარობის ფონდი იმუშავებს პირველ რიგში საზღვარგარეთ მკურნალობის შემთხვევაში. ისეთი ონკოლოგიური დაავადებების დროს, რომლის მკურნალობა საქართველოში ვერ ხორციელდება. მაგალითისთვის, თქვათ, ძვლის სარკომების შემთხვევაში აქ ონკოქირურგია ვერ ხორციელდება. იგივე ჰოჯკინსის ლიმფომის შემთხვევაში სხიური თერაპია საქართველოში ვერ ხორციელდება და ექსპერტები ურჩევენ პაციენტებს საზღვარგარეთ მკურნალობას. ამ შემთხვევებში ფონდი შეავსებს ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსების შემდგომ 10.000 ევროს ლიმიტის, თქვათ, ზემოთ დარჩენილ ფინანსურ დეფიციტს. გარდა ამისა, ფონდი დაეხმარება პირველ რიგში ბავშვებს და მოზარდებს საქართველოში გასატარებელი, თქვათ, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ღონისძიებების თანადაფინანსებაში ისევ და ისევ სახელმწიფო დაფინანსების ზემოთ. პარალელურად ამოქმედდება მედიკამენტების ფასდაკლების ღონისძიებები. მოგეხსენებათ, რომ C ჰეპატიტის მკურნალობისთვის რეგულირებული ინტერფერონის ფასი ჩვენ 60%-ით შევამცირეთ წელს ჯანდაცვის სამინისტრომ. იგივე მექანიზმები გააქტიურდება კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებზე. 60-დან 100.000 ლარამდე ჯდება რიგ შემთხვევებში სარძევე ჯირკვლის თქვათ, სიმსივნის მკურნალობა და სწორედ ამ მედიკამენტებზე იქნება მიზანმიმართულად ადვოკატირება. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ფონდი იმუშავებს, რომ საქართველოში გაძლიერდეს ონკოლოგიური სერვისი, რომ ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდეთ საზღვარგარეთ მკურნალობაზე, თქვათ, როგორც დამატებითი, თქვათ, ემოციური, ასე თქვათ, ტვირთის აღება, ასევე დამატებითი ფინანსური რესურსების გადინება ქვეყნიდან. მომდევნო ეტაპზე შესაძლებელია ფონდმა გააფართოვოს თავისი, ასე ვთქვათ, მოქმედების არეალი და ონკოლოგიური დაავადებების გარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე და ასევე ინდივიდუალურ პატრონაჟის პროგრამებზე მოხდეს გაფართოვება. შემდეგ სლაიდში გვაქვს წარმოდგენილი ფონდისთვის პირველ ეტაპზე 6 ძირითადი დაფინანსების ბლოკი, რომელიც გააქტიურდება ეტაპობრივად
პირველი ალბათ მოგეხსენებათ, რომ საჯარო სექტორის მოხელეების გააქტიურება უკვე ივლისიდან დაიწყო და 20,000-ზე მეტმა საჯარო მოხელემ უკვე განაცხადა თანხმობა ფონდში მონაწილეობის შესახებ. კერძო სექტორში დასაქმებული პირებისთვის ასევე მოხდება შეთავაზება ნებაყოფლობითი ყოველთვიური დონაციის. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი კონტრიბუცია ინდივიდუალური, თქვათ, მოქალაქის მხრიდან გახლავთ ნებაყოფლობითი, თქვათ, მისი პირადი სურვილის და შესაბამისად ფინანსური რესურსების მოცულობაც არის, თქვათ, ვარირებს ინდივიდუალური გადაწყვეტილების შემთხვევაში. შემდგომი გახლავთ საბანკო პროდუქტებზე სხვადასხვა, თქვათ, მიკროდონაციების ასოცირება და სწორედ დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ლიბერტის ბანკის მომხმარებელებს ექნებათ საშუალება როგორც ინდივიდუალური კონტრიბუციების, ასევე კორპორატიულად ლიბერტი ბანკის რამოდენიმე პროდუქტი ხდება საქართველოს სოლიდარობის ფონდის სპონსორი. ავიაბილეთებიდან, კინოთეატრის ბილეთებიდან, სარეკლამო სივრციდან და სასტუმროებიდან შემოსული თანხები იქნება დამატებითი შემოსავლის წყარო. ეს გახლავთ ფინანსური რესურსების პროექტირება, რომელიც ივლისში დარიგებული ოფიციალური მიმართვების შემდგომ შემუშავდა. ჩვენ სექტემბრის ბოლოსთვის ველოდებით 450,000 ლარის მობილიზებას, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის სხვადასხვა ინიციატივებით. წლის ბოლოს 600,000 ლარამდე და 1 წლის შემდგომ საქართველოს სოლიდარობის ფონდს რეალურად შეიძლება ფონდის ყოველთვიურად 1 მილიონი ლარის შემოწირულობის მობილიზების საშუალება. რის საშუალებას მოგცემს ეს თანხები, ალბათ ეს თქვენთვის ყველაზე საინტერესოა, თქვათ, რა თანხის შემთხვევაში რა მომსახურების და დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი. პირველ რიგში თუ კი ფონდი ყოველთვიურად 80,000 ლარამდე თანხების მობილიზებას შეძლებს. ეს თანხა უკვე არის მობილიზებული ფონდში და შესაბამისად ორშაბათს 25 აგვისტოს ფონდმა გააკეთა განცხადება, რომ ვიღებთ აპლიკაციებს 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნეების მქონე ბავშვების დასახმარებლად. ძალიან თქვათ მარტივი, თქვათ, განმარტებისთვის სოლიდური სიმსივნე გახლავთ სხვადასხვა ორგანოთა და ქსოვილთა, ესე თქვათ, სიმსივნე განსხვავებით სისხლის და სისხლბადი ორგანოების, თქვათ, აფუძებიანი პროცესებისგან. ყოველთვიურად 240 ლარის მობილიზება საშუალებას მოგცემს, რომ 18 წლამდე ონკოჰემატოლოგიაც, ანუ სისხლბადი ორგანოების, თქვათ, ონკოლოგიური დაავადებებით სრულად დაიფაროს საქართველოში. ყოველთვიურად 340,000 ლარი საშუალებას მოგცემს, რომ 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების ფინანსური ტვირთი სრულად იყოს მოხსნილი ქვეყნის მასშტაბით და აქვე მოგახსენებთ, რომ 22 წელი მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ხასიათდება ეპიდემიოლოგიური პიკი 22 წლამდე ყველაზე მაღალია ბავშვთა და ახალგაზრდების ასაკში ონკოლოგიური დაავადებების განვითარების, თქვათ, რისკი. და შემდგომი გაფართოება, თქვათ, მილიონი ლარის მობილიზების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ 7,000 მოზრდილი პაციენტის თანადაფინანსებას, ხოლო 2 მილიონი ლარი ყოველთვიურად პრაქტიკულად გადაწყვეტავს ონკოლოგიური დაავადებების თანადაფინანსების პრობლემას. თუმცა შემდგომი გაფართოება, თქვათ, ბავშვთა ასაკის შემდგომი გაფართოება სამეთვალყურეო საბჭოს ფორმატში გადაწყდება, რომლის წევრიც გახლავთ ლიბერტი ბანკის გენერალური დირექტორი და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ოქტომბრის შეხვედრაზე. ჩვენ ვაფართოვებთ ონკოლოგიის კუთხით ასაკობრივ სპექტრს, თუ ვთავთ სხვა ბავშვთა დაავადებებს. ძალიან მოკლედ ეს, თქვათ, მოკლეს ამ სლაიდით დავასრულებთ პრეზენტაციას. ფონდი გახლავთ არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული. ფონდის უმაღლესი მმართველობითი ორგანო გახლავთ სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი და რომლის შემადგენლობაში შედიან ჯანდაცვის, ფინანსთა, ეკონომიკის, საგარეო და კულტურის მინისტრები, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი და დღეისთვის 3 ბანკის ხელმძღვანელი პირი. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები გახლავთ სამეთვალყურეო საბჭოში და მსოფლიო ბანკის, გაეროს და შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობენ დამკვირვებლის სტატუსით სამეთვალყურეო საბჭოში. გადაწყვეტილებებს დაფინანსების შესახებ მიიღებს მუდმივ მოქმედი კომისია, რომელიც ასევე უწყებათა შორის წარმომადგენლობით არის, ასე ვთქვათ, შემდგარი. და 19 აგვისტოს წინა კვირას გაიმართა სამეთვალყურეო საბჭოს პირველი სხდომა,
25 აგვისტოს ორშაბათს ჩვენ დავიწყეთ განცხადებების მიღება 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნების მქონე ბავშვების დასახმარებლად. მომდევნო კვირას გახდება ცნობილი პირველი ბავშვების შესახებ, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას საქართველოს სოლიდარობის ფონდის სახელით. საერთო ჯამში ყოველწლიურად 150-22 წლამდე ბავშვს და ახალგაზრდას სჭირდება ონკოლოგიური დაავადებების თანადაფინანსება, მათ შორის ძვირადღირებული მკურნალობა, საზღვარგარეთ მკურნალობის შემთხვევაში და ყოველთვიურად საჯარო სექტორში დასაქმებული მოქალაქეებისგან, თქვა ჩვენი კოლეგებისგან 1 ლარის დონაცია ძალიან უხეშად ხსნის აბსოლუტურად 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების პრობლემებს. შესაბამისად საჯარო სექტორის გარდა კერძო სექტორის მონაწილეობა არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და დღეს პრაქტიკულად გვაქვს პირველი თანამშრომლობითი შეთანხმების გაფორმების პროცესი, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პირადად გიორგის და Liberty Bank-ის სრულ ხელმძღვანელობას და შემადგენლობას. მინდა ესე იგი 1-2 სიტყვით გითხრათ, როგორი მონაწილეობს Liberty Bank-ი ამაში. ორი კუთხე არის, რითიც ბანკი ამაში მონაწილეობს. ერთი არის ის, რომ ბანკი თვითონ თავისი პროდუქტებით დააფინანსებს გარკვეულ დაფინანსებას გაუწევს სოლიდარობის ფონდს და მოდი ახლა ჩამოვთვლით დაახლოებით რა და როგორ იქნება. რამოდენიმე პროდუქტი, მაგალითად, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი Liberty Express-ის ადგილობრივი ფულადი გზავნილი. ეს არის ფულადი გზავნილი, რომლითაც სარგებლობს ახლა ზუსტი ციფრი რო არ ვთქვა, მოდი ესე ვთქვათ, რომ დაახლოებით 100,000 ადამიანის ფარგლებში ქვეყანაში. ანუ ეს არის უდავოდ ერთ-ერთი ლიდერი ამ სფეროში, გზავნილებში და დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად გადავწყვიტეთ ესეთი რაღაცა. თითოეულ გზავნილზე ადამიანი რო გადაიხდის საფასურს ამ გზავნილის, ამ პროდუქტიდან მიღებული შემოსავლის 5% გადაერიცხება სოლიდარობის ფონდს. ეს იქნება ბანკის კონტრიბუცია. მეორე რაც იქნება, ასევე ჩვენთვის ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი Magic Card-ი, Liberty Bank-ის საკრედიტო ბარათი, რომელიც დღეისათვის დაახლოებით 50,000-მდე ადამიანს აქვს. Liberty Magic Card აქვს ესეთი ასე ვთქვათ ფუნქციონალი, ყოველი 1000 ტრანზაქცია, რომელსაც განახორციელებს ადამიანი, ანუ მე თუ ჩემი Magic Card-ით სადღაც ვიყიდე რაღაც და ის აღმოჩნდა 1000 ტრანზაქცია, ის თანხა მე მიბრუნდება საჩუქრად ბანკისგან. თქვა არ ვიცი რას იყიდან ნებისმიერ იქნება ეს ბანკომატიდან გამოტანილი თანხა თუ შეიძენთ რაღაც ტანსაცმელს მაღაზიაში, თუ ეს 1000-ია გიბრუნდებათ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იმასთან ერთად რომ ეს დაუბრუნდება ამ ბარათის მფლობელს ეს თანხა, პარალელურად ზუსტად იგივე ოდენობის თანხა გადაერიცხება სოლიდარობის ფონდს. შემდეგი ასევე რაც გავაკეთეთ, ბანკს აქვს ასევე საკმაოდ პოპულარული არხი Smart Pay, რომელიც რეალურად ნიშნავს რა, საკმაოდ მარტივი პროდუქტი არის მობილურ ტელეფონში, არ ჭირდება ამას არც smartphone-ის ქონა, არაფერი, ნებისმიერ ტელეფონში შეგიძლია აკრიფოთ ვარსკვლავი 166 DS-ი, არა აქვს მნიშვნელობა რომელი ოპერატორის ტელეფონი გაქვს და შეგიძლია ისარგებლო მარტივი, თუ Liberty Bank-ში გაქვს ანგარიში, შეგიძლია ისარგებლო მარტივი ფუნქციონალით. ეს იქნება ანგარიშის ნაშთის შემოწმება, ეს იქნება ტელეფონზე მობილური შევსება და ასე შემდეგ. ეს იმდენად პოპულარული გახდა, რომ დღეისათვის 300,000 ადამიანი იყენებს ამ სერვისს. უბრალოდ ჩვეულებრივად რომ მობილურიდან განახორციელო მარტივი ოპერაციები. მობილურიდან ყველაზე პოპულარული არის საკუთარ ანგარიშზე ნაშთის ნახვა. ძალიან მარტივი არის, ბანკომატთან მისვლა გჭირდება არაფერი. ნაშთის ნახვის ღირებულება არის 4 თეთრი მობილურიდან, შესაბამისად ყოველი ამ 4 თეთრიდან ამ 4 თეთრის ნახევარს 2 თეთრს გადავრიცხავთ სოლიდარობის ფონდში. ეს მესამე, ბოლოს მეოთხე არის ჩვეულებრივად ბარათით განხორციელებული ოპერაციები მაღაზიებში. ზოგადად ქვეყანაში ეს პრობლემად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა გვარდება. ალბათ ტრანზაქციებიდან დღეისათვის დაახლოებით მხოლოდ 10% არის ბარათით
90% ქეშით ნებისმიერ მაღაზიაში. Რა თქმა უნდა, ეს ყველას გვინდა არაერთი როგორც ფისკალური მიზნებისთვის, იმიტომ რომ ეკონომიკა ბევრად ჩრდილოვანი ნაწილი შემცირდეს, ისე ზოგადად საბანკო სფეროსთვის და მნიშვნელოვანია, რომ ბარათების მოხმარება გაიზარდოს. ჩვენ ესეთი რაღაც გადავწყვიტეთ მარტივად, ძალიან ჩვეულებრივად, Liberty Bank-ის ბარათით განხორციელებული ყოველი ტრანზაქციისას 5 თეთრს გადავრიცხავთ სოლიდარობის ფონდში. ანუ ის რო გამოვაკლოთ ამას ყველანაირი ეს რთული ისენი რო თქვა რა თანხა, იმან შეთავაზა, არ შეთავაზა, უბრალოდ რამდენიც იქნება, რა თქმა უნდა ამას თვითონ ჩემ თანამშრომელს მოუწოდებდა პირადად მეც და ყველას რო ეს რა თქმა უნდა მაქსიმალურად შევძლებთ რომ მარკეტინგული მხარდაჭერა ამას გაუწიოთ, ამაზე მოუყვეთ ყველგან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამითი ზოგადად გავზარდოთ ბარათებით მოხმარება და რა თქმა უნდა რამდენადაც გაიზრდება ბარათებით მოხმარება, პირდაპირ გაიზრდება ჩვენი შენატანი სოლიდარობის ფონდში. ეს არის ის პროდუქტები დღეისათვის, რითიც ბანკი გაუწევს ხარდაჭერას ფონდს. ამის გარდა, რა თქმა უნდა, მეორე ნაწილი, რითაც ბანკი უნდა მოეხმაროს ფონდს, არის ის, რომ ყველამ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში. ანუ დაახლოებით წარმოდგენა რომ გქონდეს, ჩვენს მერე ყველაზე დიდი ქსელი არის ჩვენზე 3-ჯერ პატარა. შესაბამისად, აქ საკმაოდ ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია და რა თქმა უნდა ეს ქსელი გვინდა რომ გამოვიყენოთ პლატფორმად იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ კონტრიბუცია გაუკეთონ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა ამ ფონდს. დაახლოებითი წარმოდგენა რომ გქონდეს ციფრებში და რას გავაკეთებთ? პირველი რაც გავაკეთეთ, ეს არის ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერიცხება ხელფასი ჩვენ ბანკში, ან პრინციპში არც არის აუცილებელი რომ ხელფასი ჩვენ ბანკშიერიცხებოდეს. თუ აქვს ანგარიში ჩვეულებრივად ჩვენ ბანკში, შეუძლია აბსოლუტურად უფასოდ რა რაოდენობაც უნდა თვითონ მონიშნოს და ფონდს ყოველ სტენდინგ ორდერით ყოველთვე ურიცხავს ხოლმე ფული. რატო არის ახლა ეს ჩვენთან მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ საქართველოში დაახლოებით 600,000 ადამიანი არის დასაქმებული, Liberty Bank-ში დაახლოებით 160,000 ადამიანი იღებს ხელფასს. შემდეგი მეორე თემა, რითიც ვფიქრობთ, რომ მივეხმარებით ფონდს სახსრების მობილიზებაში, Liberty Bank-ში დაახლოებით მილიონზე მეტი ცალი კომუნალური გადახდა ხორციელდება ყოველ თვე. ეს საქართველოს მოსახლეობაზე რო გადათვალო, ფაქტიურად ყველა აქ მოდის. აქედან არის ჩვენ გვაქვს უკვე დაახლოებით 3 წელიწადია 26 ფილიალი თბილისის მასშტაბით, ყველაზე დიდი გადახდები თბილისშია, სადაც მოსახლეობას შეუძლია უფასოდ გადაიხადოს. დენით, წყალით, გაზით, ასე შემდეგ. ანუ არანაირ 50 თეთრს თუ რაც არის სხვადასხვა ბანკებში, ის არ აქვს. შესაბამისად, ამან დაახლოებით 300,000 გადახდა კიდე დაგვიმატა 26 ფილიალზე და ჯამურად 2/3, ანუ 70% ამ მილიონზე მეტი კომუნალური გადახდის ხდება ამ ფილიალებში. ჩვენ ტექნოლოგიური გადაწყვეტით მარტივი რო იყოს თვითონ ოპერატორისთვის, ფრონტის ოპერატორისთვის ამის შეთავაზება, ჩვენი თანამშრომლები შეთავაზებენ თითოეულ გადამხდელს, რომ სიტყვაზე რომელიმე კომუნალური გადასახადის გადახდის დროს ხომ არ უნდათ დამატებით დაამატონ რაიმე თანხა ფონდში გადასარიცხავთ. რაც ჩემი აზრით საკმაოდ თანხების მობილიზებას შეუძლებთ. ეს იქნება მცირე თანხები, რათა თვითონ რაიმე დისკომფორტი არ შეექმნას თვითონ გადამხდელს, ახლა როდესაც ადამიანი 20 ლარს იხდის სიტყვაზე დენის საფასურს ვთქვათ, რომ შეთავაზო კიდე 10 ლარს ვარ დაამატებ. იმისთვის ალბათ რაღაც დისკომფორტი ექნება. შესაბამისად, აქ შეიძლება ნებისმიერი თანხის გადახდა იქნება 10 თეთრი, 20 თეთრი, არა აქვს ამას მნიშვნელობა, რომ ანუ ეს დისკომფორტი მთელი ამ crowdfunding-ის იდეაც ეს არის. რომ ის კი არ არის რომ ადამიანს რაღაც დისკომფორტი შეექმნას და ნუ კაი გადავიწყო. არა, ამის მთელი იდეა ის არის რომ მილიონმა ადამიანმა 10 თეთრი ისე გადაიხადოს, რომ ვერც იგრძნოს ეს. შესაბამისად, ამაში აუცილებლად დავეხმარებით. ეს ორი რეალურად ეს ორი იდეოლოგია არის, რითიც მივეხმარებით ფონდს, საწყის ეტაპზე ეს იქნება, ვნახოთ, მე დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ სიახლეს შევიტანთ. ზოგადად, ალბათ ერთ-ერთი მთავარი კითხვა მე რაც მებადება ხოლმე ზოგადად ეს ისე
პირადად რო გითხრათ, არის თქვა რატო სოლიდარობის ფონდი. ერთ მაგალითს მოგიყვანთ ესე ჩემთვის რაც არის გადამწყვეტი ამ იმაში, რომ ძალიან ბევრი ფონდი არსებობს, ძალიან ბევრი არა ესე მომგებიან, ანუ NGO არსებობს, რომელიც მსგავსი თემებით არის დაკავებული. ბევრი მათგანი მარიამმაც ჩამოთვალა სხვადასხვა ქვეყნებში. მარტივი აი სტატისტიკა რომ მოგიყვანოთ და ჩემთვის რამ განაპირობად საკმაოდ მნიშვნელოვანი რატო არის ჩემთვის ეს. მარტივი სტატისტიკა რომ მოგიყვანოთ, ALS Ice Bucket Challenge, რომელშიც ესე აქტიურად ჩაება საქართველოს მაცხოვრებლები, საკმაოდ ამაყად და საკმაოდ ბევრი მათგანი იგივე ფულს რისხავს ALS ასოციაციაში. ხო, ეს იქნება $100 თუ $250 თუ ესეთი ის. ისე ცოტა უფრო მეტად რო ჩაუღრმავდი ზოგადად ამ თემას და ზოგადად ამ ასოციაციას 2013 წლის ამ ასოციაციის საგადასახადო დეკლარაცია რო ნახოთ, რომელიც თუ დაგჭირდებათ მე შემიძლია თქვენს გაჩვენოთ თანამშრომლებს. მიღებული 24 მილიონი დოლარიდან რაც მიიღეს შემოწირულობის სახით, დაახლოებით 13 მილიონი დოლარი, ანუ 50%-ზე მეტი, მოხმარდა ადმინისტრაციულ ხარჯებს. ეს არის ხელფასები, ეს არის travel expenses, ეს არის მარკეტინგი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. შესაბამისად, რეალურად მაინც ისე გამოდის, რომ როგორც არ უნდა თქვა, რომ აი საქართველოში რაღაცას ვაკეთებ, შრომობ, ხელფასს იღებ, გამოგიწვიეს Ice Bucket Challenge-ში და სადღაც ვიღაცის ხელფასს საფინანსება მითი. ანუ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი მიზეზი რისთვისაც თქვათ ეს საკმაოდ ეფექტური არის ის, რომ ჯერჯერობით რა ხარჯებიც აქვს სოლიდარობის ფონდს და ეს მინიმალური ხარჯები არის, აფინანსებს სახელმწიფო ამას და არა თქვენი დონაციები. როდესაც ამ ფონდის ეხლა თუ ვერ გაიზარდა ეს ფონდი, ცხადია ხო ისედაც რომ ძალიან მტკივნეული იქნება და ზოგადად ვეღარც იმუშავებს, ხო, მაგრამ როდესაც გაიზრდება ეს ფონდი, ბიუჯეტით როგორც არის გათვალისწინებული, აი რაც მე მაგალითად გითხარით რომ ნახევარზე მეტი არის, თქო, ამის შემთხვევაში ეს იქნება 2%. ანუ მთლიანი მობილიზებული თანხის მხოლოდ 2% მოხმარდება იმ ადმინისტრაციულ ხარჯს, რაც ელემენტარულად უნდა ჰქონდეს ფონდს. შესაბამისად, ესეც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის.